ეხლა ვიღებთ მასალას მარნეული და ფიზიკური დაპირისპირება. ამიტომ უნდა გავწყვიტოთ. რამდენიმე წუთის წინ გადაიღეს ეს კადრები და ეხლა ვიღებთ ჩვენთან მასალას. ნელა არაფერს არ გიკეთებ, ნუ მიყვინე ხარ. ნელა მოყვი მანქანაში მოყვები ნელა. მანქანაში რა ხდება? რამ გამოიწვია დაპირისპირების დაწყება? არ ვიცი, საიდან ირთვება? მოგებარია. შეგახსენებთ რომ ჩაგვერთვება დავით კალიშვილი, რომელიც პირდაპირ ეპიცენტრშია ამ მოვლენების ხედავდა იმედია რომ არ დაზიანდა ამ ყველაფრისგან. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ის მოგვიყვება რა ხდებოდა მარნეულში და ეხლაც რა ხდება მარნეულში. ეს არის რამდენიმე წუთის წინანდელი კადრები, თქვენ ხედავთ მეორე ჩვენ ჟურნალისტს ეთერში. ნუ ხედავთ რომ სერიოზული ფიზიკური დაპირისპირებაა. ვის ნიადაგზე ამას მალე გავიგებ. რატომ მიდის, რატომ უკეტავენ გზას, რა ხდება? ამის შესახებ ყველაფერს მოგვიყვება ჩვენი ჟურნალისტი, რომელიც ახლა არის მარნეულში. დათო, მოგესალმებით, დათო პირდაპირ ეთერში ხარ? დათო გესმის ჩვენი საღამომშვიდობისა დათო მოგვიყევი რა კადრებს უყურებთ ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში რა ხდება ეს არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი იმირი 59 საარჩევნოებთან განვითარებული მოვლენები აქ როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ 6 ხმით გაიმარჯვა გრიგოლ ვაშაძემ რასაც მოყვა გაღიზიანება ქართული ოცნების აქტივისტების მხრიდან 6 ხმის გამო ხდება ეს ამბავი დიახ 6 ხმის გამო როგორც ამას გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ ქართული ოცნების წევრები გაღიზიანდნენ ამის გამო და უკვე აღარ მისცეს შემდგომ ამ უბანზე ოპოზიციის წარმომადგენლებს რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესს რომ ჰქონდათ წვდომა უშუალოდ იმ საჩუქრებთან და იმ ოქმებთან დაკავშირებით წვდომა რომელიც დაიწერა დღის განმავლობაში საბოლოოდ უკვე როდესაც დასრულდა ანუ გამოუშვეს უბნიდან ოპოზიციის დამკვირვებლები ამ მანქანაში ვინ არის და ვინ ვის ურტყავს დათო რა ხდება აი ვერ ხვდები როდესაც დასრულდა ხმების დათვლის პროცედურა, როდესაც გამოიტანეს უკვე ეს ოქმები და ბიულეტენები, იმისთვის რასაც წაეღოთ კომისიის თავმჯდომარეს საოლქო საარჩევნო კომისიაში, არაძლებდნენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები გადაადგილების საშუალებას, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც აღნიშნეთ, არ აქვს ოპოზიციას წვდომა არც ოქმებზე და არც იმ საჩუქრებზე, რომელიც დაიწერა დღის განმავლობაში. რატომ არისო ოპოზიცია უბანზე, რატომ ვერ წერდა საჩუქრებს და რატომ არ აქვს ოქმი? ის არ გადასცა კომისიის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილეებმა. ანუ არ მისცეს. არ მისცეს, კი. აბა საიდან იციან რომ 6 ხმით მოიგეს და ეს გაღიზიანება რამ გამოიწვია და რა ხდება საერთოდ? მართლა გაურკვეველია ჩემთვის აქ ვინ ვის რას უშვება. ალო. კი, დათო, გვეს თუ შეიძლება რა ხდება? დათო, პირდაპირ ეთერში ხარ და ჩვენი კითხვა თუ გესმის? ჩვენ მაგესმის მეორე თუ შეიძლება ანუ დაიწყო ყველაფერი როგორ კომისიის წევრები კომისიის საუბნო კომისიის უფროსმა არ მისცა ოპოზიციის წარმომადგენლებს კომისიის წევრებს ოქმები და აქედან დაიწყო შეხლა შემოხლა კი მათ არ მისცა ეს ოქმები რასაც ითხოვდა ოპოზიცია და რისი კანონიერი უფლებაც მათ აქვს ამიტომ დაიწყო ეს ციტვერი დაპირისპირებით რაც შემდგომ გადაიზარდა უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში და როდესაც სურდა კომისიის თავმჯდომარეს ამ ადგილის დატოვება ისე რომ არ აძლევდა ოპოზიციას ოქმებს სწორედ აქ შეკრებილმა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა მას არ მისცეს გადაადგილების საშუალება შემდგომ გამოიძახეს ადგილზე ანუ ოქმები გაიტაცეს ამას ეს ქვია რითი ახსნეს დათო ის რომ ოქმები არ მისცეს კანონის მიერ ვალდებულება არ შეასრულეს ოპოზიციის წევრებს რითი ხსნიდან ამას ჩვენ ვეცადეთ კომისიის თავმჯდომარესთან და მათ მოადგილესთან გასაუბრება თუმცა სამართალდამცველები ამის საშუალებას არ გვაძლევდნენ უშუალოდ კომისიის თავმჯდომარეს და მოადგილეს იწყდნენ მანქანაში ისინი არ გადმოდიოდნენ იმისთვის რათა გაეკეთებინათ განმარტებები
ამ დროისთვისაც აქ ადგილზე რჩებიან სოფელ იმერში. და ეს დაფიქსირდა ეს შედეგი, რომ გრიგოლ ვაშაძემ მოიგო ეს უბანი, თუ შეიცვალა ბოლო-ბოლო ეს შედეგი, თუ ამ მიმართულებით რა ხდება? ამ დროის მონაცემებით, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები გვაძლევენ ჩვენ ინფორმაციას, რადგან მეორე მხარე ჩვენ არ გვაძლევს ინფორმაციას, სწორედ 6 გაიმარჯვა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელმა სოფელ იმერში უშუალოდ 59 საათში. საარჩევნო უბანზე.